ეთერშია კურიერის ამ საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. უკვე 4 საათია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღეს კომისია განხილავს 2011 წლის 26 მაისს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ამ წუთებში დეპუტატები ელდარ კურტანიძეს უსმენენ, რომელიც დეტალურად იხსენებს 14 წლის წინანდელ მოვლენებს. საუბრობს დარბევასა და ძალადობრივ ფაქტებზე. მანამდე კომისიის წინაშე წასვდნენ დავით ლორთქიფანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, დავით ჭიჭინაძე და გიორგი ბურჯანაძე. პარლამენტზე კესო ქაფიანძეს ჩართვათ პირდაპირ ეთერში, კესო დეტალებს ველოდებით ჩვენგან. კომისია ამ წუთებში უსმენს მერვე მოწვევის პარლამენტარს და სპორტსმენ ლუკა კურტანიძეს, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში აქტიური ოპოზიციონერი იყო, ისიც როგორც დღეს მოსმენელი სხვა პირები იყვნენ მოძრაობა სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი და სწორედ ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაბამისად 26 მაისის აქციის, მან გაიხსენა 25 მაისის აქციის მსვლელობა საღამოს პერიოდი, როდესაც მოხდა აქციის მონაწილეების დარბევა, დაახლოებით ღამის 12 საათზე დაიწყო კურტანიძის თქმით მოქალაქეების დარბევა. ეს აქცია არ ყოფილა მხოლოდ იმისთვის, რომ მოესუფთავებინათ რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი აღლუმისთვის, არამედ ეს აქცია იყო იმ ხალხის დასასჯელად, რომლებიც აპროტესტებდნენ წინა ხელისუფლების მმართველობას, რათა დაეთესათ საზოგადოებაში შიში. ეს როგორც კურტანიძემ აღნიშნა, ეს ტრამვა 26 მაისი არის ტრამვა, რომელიც დაუტოვეს ერს, რაც შეეხება მას და მის პირად ისტორიას, როგორც ლუკა კურტანიძემ აღნიშნა, სწორედ ამ დღეს მას დაუნგრიეს ცხოვრება. მან დეტალურად გაიხსენა მასზე განხორციელებული ზეწოლისა და წამების ფაქტები, როგორც თავად აღნიშნა, პირველ ეტაპზე ის დაიჭირეს რუსთაველის გამზირზე და თავდაპირველად 10 სამართალდამცავის ცემდა მას ხელკეტით, მოგვიანებით კი ის გადაიყვანეს თავისუფლების მოედანზე, სადაც როგორც თავად ამბობს, წრეში ეკრეს და წრეში მოაქციეს და რკინის ხელკეტებით უსწორდებოდნენ მას. ამას კი ესწრებოდა დათა ახალაია, რომელიც მითითებებსაც აძლევდა წინააღმდეგობის შემთხვევაში, რომ ბოლომდე მieყვანათ საქმე. შემდგომ უკვე მან ისტორიის მოყოლა გააგრძელა დაკავების იზოლატორიდან, სადაც მასზე კვლავ გააგრძელდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ლუკა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა ინდივიდებზე და თითოეულ ადამიანზე გათვლილი, ეს იყო საზოგადოებისთვის საჩვენებელი ღონისძიება, რათა დაეთესათ ხალხში შიში და განსხვავებული აზრის და პროტესტის გამოხატვის გამო დასაჯეს ხალხი. კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, იმიტომ რომ ისეთი დასჯა დაიწყო და ისე დაუნდობელი ცემა და ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა რომ სხვაგან ვიყავი. აქ იყო მაგალითი იმისა, რომ ყველას გაგანადგურებთ და აი ამ ხალხს, ვინც თქვენთვის მაგალითია, პირველ რიგში ესენი ისჯებოდნენ სამაგალითოდ, რომ შემდეგ ის შიში, რომელიც სუფევდა, უფრო გაღრმავებულიყო. რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა ფიზიკურად, ჩამომახიეს ყველაფერი, რაც მე სამოსი და ასე ნაცემ-ნაბიჯი გამიყვანეს. დამაპატიმრეს, გამომიყვანეს და იმ რუსთაველის ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, იქ წრეში ეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტები არის, იმით მცემეს და დაახალაია მოვიდა და შენ, შეურაცხყოფელად, შენ აქ რა გინდა და სპეცნაზელს ეგ ვიდეოშიც ჩანს, თუ რამე დაუმორჩილებობა ექა პირდაპირ თავში. ანუ ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ. მსახიობმა გია ბურჯანაძემ გაიხსენა ასევე დღეს კომისიის წევრების წინაშე 26 მაისის აქციის დარბევის შემთხვევა. მან აღნიშნა, რომ ეს იყო როგორც სხვა წევრებმა, მანაც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ტერიტორიის გასუფთავებისთვის ჩატარებული ოპერაცია, ეს იყო ადამიანების დასასჯელი მიზანმიმართული სპეცოპერაცია. მისი თქმით, სამართალდამცავები იყვნენ გავეშებულები და სასტიკად აწამებდნენ
ეხმარებდნენ აქციის მონაწილეებს. გია ბურჯანაძემ როგორც აღნიშნა, ეს მოგვიანებით აქციაზე დააკავეს და მოგვიანებით იზოლატორში იქნა გადაყვანილი, სადაც მასზე სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი და სწორედ ის ფაქტები გაიხსენა, რისი შემსწრეც და თვითმხილველი იყო სხვა აქციაზე დაკავებულების წამების საქმეზეა საუბარი. მან ასევე გაიხსენა მისი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი, როგორც მან აღნიშნა, მას არ შეუწყვიტავს მისი საქმიანობა თეატრში და ის თეატრის პარალელურად უერთდებოდა საპროტესტო აქციებს და მან გაიხსენა 21 მაისიდან მიმდინარე აქციების პერიოდი და მან ისიც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მისი მეგობარი, რომელმაც აქციაზე მას და აქციის მონაწილეებს 40 ხაჭაპური მიუტანა, სწორედ ამის გამო იქნა მოგვიანებით დასჯილი და მას მანქანა დაუმტვრიეს. მან იმ მიზეზებზე ისაუბრა კომისიის წევრების წინაშე, რა მიზეზების გამოც ის გამოვიდა აქციაზე და რა მიზეზების გამოც უპირისპირდებოდა წინა ხელისუფლებას, როგორც მან აღნიშნა, მედიაზე ზეწოლა, ბიზნესის რეკეტი და ადამიანების უფლებების დარღვევა იყო ის, რის გამოც ის თავის თანაგუნდელებთან ერთად აპროტესტებდა წინა რეჟიმის მმართველობას. ჩვენ თავიდანვე, როდესაც დაიწყო ეს შემოტევა ყველა მხრიდან, აბსოლუტურად ზევიდან, გვერდებიდან, ქვევიდან, ამ ჩვენს ხალხს, ესე იგი, უყუროდით, რომ პარლამენტისკენ არა, აქეთკენ წამოდით, აგერ რომ არ ყოფილიყო იმიტაცია, რომ აი ეს ხალხი პარლამენტში შედიოდა ან რაღაცა. ზევიდან ხედავდით ჩვენ, რომ მოდიოდა ეს მანქანები და ეს იმის წყალში, ამ გუბეებში, სისხლში დაყრილი ხალხი ხელებს შეკულებდა და ნელა რომ მიყავ. ხელებს შეკულ ხალხს უთხოვ მე. დავარდნილებს ცებდნენ ფეხები. მოჩამოყარეს უკვე ფოიეში, კინოთეატრის ფოიეში ეყარა ჯერ კიდევ ხალხი. მაპატიეთ, მაგრამ ზოგიერთი თავის შარტში. სისხლში თავგაჩეხილები, რატომაც უყოლას თავები გაჩეხილები ქონდა. კედლები, დერეფნები იყო სისხლი. შეღებილი ოთახებში გამოდიოდა საშინელი ხმები, საშინელებმა. რას უშემოდნენ იქ ხალხს არც კამერაში ვარ რა და 4 ახალგაზრდა ბიჭი არ შემოიტანეს და დადეს. ამ წუთებში დროებითი საგამოძიებო კომისია განიხილავს 2011 წლის 26 მაისის ძალადობრივი დარბევის საქმეს. სხდომა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საგამოძიებო კომისიას სულ ჩატარებული აქვს 24 სხდომა, მათ შორის უკვე მოусმინეს 80-ზე მეტ ადამიანს და მათ შორის 40-ზე მეტ დაზარალებულს. მადლობა პარლამენტიდან კესო ქაფიანიძე გვერდთვებოდა. მანამდე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოусმინეს ნონა გაფრინდაშვილს და მის შვილს, რომლებმაც 26 მაისის მოვლენებზე დეტალურად ისაუბრეს. გაფრინდაშვილის განცხადებით, წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის მთავარი მიზანი მათი დასჯა იყო. მისივე თქმით, დარბევის დროს აქციის მონაწილეებისთვის გასასვლელიც არ იყო დატოვებული. ნონა გაფრინდაშვილმა გაიხსენა კონკრეტული მაგალითები, მათ შორის მის ნათესავზე თემურ ლოგოაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. 14 წლის წინანდელ მოვლენებს სადამსჯელო სპეცოპერაცია უწოდა დავით ჭიჭინაძეც. ჩვენ რაც გადავიტანეთ იმ დღეს 26 მაისს, რომელიც არ იყო, ეს იყო სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაციას. ჩვენი დასჯა უნდათ იქ სერიოზულად. მე მაგას ასაკლაუს უძახ. 12 8 და 10 წუთი წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე, მაგათი წარმომადგენელი, აი ძალოვანი სტრუქტურების. და გვითხრა რომ დავშლილიყავით, ჩვენ ვთხარით რომ ხელში გვეჭირა სანთლები. ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გქონდა. რომ მოგვიახლოვდნენ და ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველა. ისეთი სისწრაფით და ისეთი იმით დაგვესიენ უკვე. და ხალხმა სადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ქონდა და რაღაცა ჯგუფმა აი სცენის მხრიდან საცასენა იყო. მოახერხა გარღვევა იმ კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში. ამათ შეყვნენ რა თქმა უნდა ისინი, ვინც იქ იყვნენ დასარბევად მოსული და ვისაც ბილეთი არ ქონდა და ვერ უჩვენა ეს ბილეთი, ისინი ყველანი დაიჭირეს, ვის ხელში ჩაუვარდებოდათ, ხო ყველას აგდებდნენ. ესე იგი ხელბორტკის ადებდნენ, ცემდნენ ფეხებით, ხელებით, მერე მიათრებდნენ მოლიროა დღეს, აი მოლთან კიდე გრძელდებოდა სანამ ავტობუსი არ მივიდოდა და არ ჩასვამთ. შიპებიანი ხელთათ მანი ჩაარტყა ერთმა და ეს მოგლეჯილი ქონდა სულ. ჩემი უახლოესი ოჯახი და უახლოესი სადაც ის რომელიც მოსული იყო. ერთს მაგალითად
ის რა ქვია ვერ აიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს და რაც შეიძლება ტყვიაც მოხდა ეს მე არ ვიცი ახლა მე სცენაზე ვიყავი მაგრამ ფაქტია რომ ამოდენმე დღეში გარდაიცვალა გულმა ვერ გაუძლო და ჩემი ძმისშვილი ლევან გაფრინდაშვილი ისეც ემეს რომ მთლიან დაშავებული იყო პირველ კორდონში ვისთანაც მიმიყვანა მე ფარი მომადო შუბზე მე რა უნდა გამიკეთებინა ახლა წარმოგიდგენიათ ფარი ისთვის მომადე შუბზე ვერ ხვდები რა სანამ უფროსი ეთყო და გაატარეთ პირდაპირ გეტყვით რომ რამოდენიმე დღე ვერ წვებოდი უბრალოდ მთელი დაბეშილი იყო ჩემი ის მთლიანად ორგანიზმი ერთი ორი სპეცნაზელი შემოირბენდა ამ დაყრილ ადამიანების ჯგუფში ან კონდახით ან ხელკეტით რამდენიმეს დაარტყავდა თავში და სახის არეში რო ყურადღება მიექცია თავიანთი ხელმძღვანელობის ანუ ისეთი შტაბ-ეჭდილება რჩებოდა რომ უნდა თავი მოეწონებინა რომ კარგი პრემია მიეღო ესე იგი მთლიანად სისხლში ვიყავი მაგრამ მიმანებეს თავი იმდენად დასისხლიანებული თქვენ ამ დროს ხელები გაქვთ შეკრული კი რა თქმა უნდა ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს არ იყო მარტო აღლუმის სისხლით ჩვენი სისხლით მორწყულ ეს იყო ანუ სადამსჯელო სპეცოპერაცია რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენება რა დაგემართებათ თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ 14 წლის წინანდელ მოვლენებზე და 26 მაისს განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა დავით ლორთქიფანიძემ. სწორედ მისი მოსმენით გაიხსნა დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომა. ყოფილმა დეპუტატმა გაიხსნა ფაქტი, როდესაც რუსაულის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის სახურავზე ორი ადამიანის შედარი იპოვეს და გავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს პირები ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიღუპნენ. დავით ლორთქიფანიძის განცხადებით ის ერთ-ერთ მათგანს სულიკო ასათიანს პირადად იცნობდა და როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, ასათიანი მცხეთის იზოლატორში წამებით მოკლეს. ამის 12 საათზე აბსოლუტურად გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი ფაქტიურად მთელი ასე ვთქვათ ადამიანები რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს და სამართლიანად აპროტესტებდნენ მოაღწიეს ასე ვთქვათ ყურბში რომ მათ გასასვლელი არ ქონოდათ გამოიყენეს ნუ არ ვიცი რა სახის რამდენი სახის ასე ვთქვათ საბრძოლო ტექნიკა დამტროებულ დასახიჩრებულ ადამიანებს ეზიდებოდნენ პირდაპირ მნიშვნელობით იმიტომ რომ სიცოცხლის ნიშანწალიც აღარ ქონდათ დარჩენილი როცა გაივსო ასე ვთქვათ პალატები დამტროებული ადამიანებით მე უკვე უკაცრავდა და იატაკზე პირდაპირ მნიშვნელობით ყრიდნენ ამ დამტროებულ ადამიანებს სისხლში იყო ყველაფერი მოსრული გავიგეთ ყველამ რომ რუსთაველის ასე ვთქვათ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის გვამი სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები ბუნებრივია მე ვიყავი დასაფლავებაზე ჩასული და ძალიან საინტერესოა ის რომ როცა მივედით დასაფლავებაზე ჩემი თვალით დავინახე რომ ადამიანს თვალი ქონდა გამოთხრილი მარცხენა თვალი და დაფარებული ქონდა ყელი ქონდა გამოგლეჯილი ანალოგიურად იქაც ქონდა დაფარებული ხელები ქონდა დამტროებული და მითხრა რომ აი ეს არის ხო დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაიგეთებიაო ყველამ იცის რომ ეს ადამიანი აქ არც დენს მოუკლავს და აქ არც შეტაკებაში არ დაღუპულა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო საქალაქო სასამართლო ლელოს ლიდერების საქმეს განხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის პროცესი, სადაც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. მანამდე გაიმართა ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა. დაცვის მხარემ დააყენა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის გამოკითხვის შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ხაზარაძე ჯაფარიძის ამ საქმეზე 50,000 ლარიანი გირაო აქვს გადახდილი. მოთხოვნილი იქნა იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვა, რომლებმაც მოითხოვეს ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად სასამართლომაც. სახეზე გვაქვს ყველა შესაძლო დარღვევა, რაც შეიძლება
განხორციელდეს. გამოძიების მიმდინარეობისას დაცვის მხარემ არ ჩაატარა იმ მოწმეთა გამოკითხვა, რომელთა დაკითხვაც შემდგომში სურდათ სასამართლოში. შესაბამისად, მათ არ წარმოუდგენიათ შესაბამისი გამოკითხვის საქმეები, გასაუბრების საქმეები, ამიტომ ბრალდების მხარემ მოითხოვა ამ მოწმეთა დასაკითხკვირთა სიიდან ამორიცხვა, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. პირველივე საქმე დაიწყეს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაბარებით. თითქოს შეიქმნა ეს კომისია წინა ხელისუფლების, ესე თქვათ, რაღაცა საქმების გასარკვევად და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება. ეს პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ოპოზიციის წარმომადგენლებს სამწუხაროდ გირაოს გადახდა ზოგიერთ შემთხვევაში ციხეში წასვლაც კი ურჩევნიათ იმის ნაცვლად რომ მოვიდნენ და პასუხები გაცენენ მკითხვებზე რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი აქვს განსაკუთრებით სამწუხარო არის ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შემთხვევა თქვენ იცით რომ მაშინ ისინი ოპოზიციაში არ იყვნენ ბიზნესმენები იყვნენ თუმცა პირდაპირ და უშუალოდ იყო დაკავშირებული TBC ბანკი ყველა ბიზნეს გარიგებასთან და TBC ბანკის ზუსტად იმის ეს აძლევდა ხოლმე კონკრეტულ ბიზნესმენებს რასაც მე თხოვდა ადეიშვილის პროკურატურა ეს საქმეები ცნობილია არაერთი მათ შორის და დარწმუნებული ვარ რომ ის სიმართლე რომელიც ისეთ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად დამტკიცდება და კიდევ უფრო ბევრ საქმეში აღმოჩნდება მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობასთან როგორც ერთად TBC და ნაციონალური მოძრაობა არ თუნდაც ქონება ჩვენ მოქალაქეებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი. სხდომაზე დღესაც გამოკითხავენ პოლიციელებს, რომლებსაც დაზარალებული სტატუსი აქვთ და პროკურატურის მოწმეები არიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოწმის სახით დაიკითხებიან ამ პოლიციელები, რომლებიც მისცემენ იდენტურ ჩვენებას, რაც წინა სხდომაზე პოლიციელებმა მისცეს. ჩვენ გვაქვს ამაზე წინასწარ ცნობა, იმიტომ რომ გვაქვს გამოკითხვის ოფმები. ჩვენ ვთვლით, რომ შეიძლება დაზიანებულიყვნენ პოლიციელები, მაგრამ ამ 11 პირიდან არც ერთს არ დაუზიანებია, არც ერთი ვიდეო ჩანაწერიდან არ ირკვევა, რომ რომელიმე პირმა კონკრეტულად დააზიანა რომელიმე პოლიციელი ან რომელიმე ქონება. ნაციონალური მოძრაობის აღიარება დაფასებს ქართული ოცნება ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 200,000 ხმა მიიღო. მართლ გუნდში დღეს გაიხსენეს ლელოს და გახარიას პარტიის წევრების ანალოგიური შინაარსის განცხადებები და თქვეს, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და თან ასახელებს პროცენტებსა და ხმების რაოდენობას, რომელიც მათმა პარტიებმა აიღეს. ანუკა ბუავად ჩაგორთება ამ თემით პირდაპირ ეთერში გისმენთ ანუკა. ანა წითლიძის პოზიციების გამყარება დღეს მისმა თანაგუნდელებმა სცადეს. ნაციონალური მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა იმას, რომ წითლიძის განცხადება არ აღიარება, არამედ ინტერპრეტაცია იყო, რომელიც კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და მათ შორის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამტკიცებდა იმასაც, რომ ანა წითლიძე, რომელიც CESCO-ს ოფიციალური მონაცემების შესაბამისად ამბობს იმას, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 200,000-ზე მეტი ხმა აიღო, რაც 10% არის ამ მომრჩეველთა ხმების ოდენობის, მსგავსად არ იზიარებს არჩევნების შედეგებს. თუმცა ჩვენ ბუნებრივია ვკითხეთ თინა ბოკუჩავას, რამ შეუშალა ხელი ანა წითლიძეს მისი პოზიციის სრულად დაფიქსირებაში, რაზეც ნაციონალურ მოძრაობას პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ისინიც ამტკიცებენ, რომ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და სხვადასხვა манипуляციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ მრავლად აქვთ, თუმცა ისინი თავს არიდებენ წითლიძის განცხადების შეფასებას და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ შედეგებს არ იზიარებენ. შეუძლიათ ადამიანებს სიტყვებზე გამოეკიდონ და მოახდინონ მის ინტერპრეტირება. ამ საარჩევნო შედეგს არ ენდობა არც საქართველოს მოქალაქე და არც საქართველოს საერთაშორისო პარტია. ამიტომ არ მინახავს ახლა კონკრეტულად ეს რას ციტირებთ თქვენ და დაგვიწერესო ალბათ ამას გულისხმობდა რა. 10% აიღეთო ჟურნალისტის შეკითხვაზე ის პასუხობს, რომ 10%-ო, ანუ ეს დაახლოებით რამდენი ხმა არისო და 200,000-ზე მეტიო. ანუ ამას ამბობს ანა წითლიძე. რაც ციფრებიც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, ის ციფრები დაწერა ამ არჩევნებში. ამას ფიქრობს დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ანა, არამედ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა. ეს გახლავთ კონკრეტული პიროვნების განცხადება, რაც შეეხება ლელო ძლიერ საქართველოს, ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს საარჩევნო უბნებზე, უშუალოდ ძალიან მეძიმე დარღვევების ფაქტებს. პროცესები რაც ხდებოდა სასამართლო უწყებებში და CESCO-ს საოლქო კომისიებში, ეს გახლავთ მთლიანი მოცემულობა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა საფუძველი საუბრის, რომ არჩევნები იყო შედეგების თვალსაზრისით გაყალბებული. აბსოლუტურად არ ვიცი ანი წითლიძემ რა თქვა. ჩვენ მოგპარეს ძალიან ბევრი ხმა.
დაყალბება რას ნიშნავს, იცით? რომ ოპოზიციას ართმევ სხვადასხვა საშუალებებით ხმებს და შენს ყულაბაში დებ. ამიტომ ჩვენ რამდენი პროცენტიც მივიღეთ, ეს გამოხატავს უკვე შემცირებულ პროცენტს. ანე წითლიძის განცხადება მმართველი გუნდის შეფასებით არის პირდაპირ აღიარება, რომ თავად ოპოზიციაშიც არ აქვს შეკითხვები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ შედეგებზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ იყო ერთგვარი საბაბი იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ. ანა წითლიძის მხრიდან მოხდა პირდაპირ აღიარება იმის, რომ რა თქმა უნდა არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ზუსტად ის შედეგი, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა არჩევნების შემდგომ, არის რეალური ნამდვილი შედეგი. სწორედ ამ პროპორციას ესადაგება წითლიძის ის ფრაზა, რაც თელმა საზოგადოებამ მოისმინა. სხვათა შორის რაღაც ბოლო პერიოდი წითლიძეს გულწრფელობით წითლიძე გამოირჩევა. რა თქმა უნდა არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა. რა თქმა უნდა იყო სრული სიმართლე ის, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა არჩევნების შემდგომ შემაჯამებელ ოლქში და ყველაფერი, რაც მას შემდგომ გაკეთდა და განხორციელდა, ეს იყო ტყუილის დემონსტრირება, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დიდ უბედურებაში გახვეულიყო, რაც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება ჩვენს მეგობარ უკრაინაში. 6-ზე მეტი გავიდა არჩევნებიდან და არც ერთი მტკიცებულება არ ჩვენთვის, არ ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ ოპოზიციას არ დავერ წარმოუდგენია შესაბამისად, იმიტომ რომ ასეთი მტკიცებულება უბრალოდ არ არსებობს. თქვენ იცით, რომ ყველა წინასწარი მონაცემი მე უკვე ხელით დაითვალა ყველა საარჩევნო უბანზე, ყველა შესაბამის ოლქს აქვს მათი კომისიის წევრების ხელმოწერა და წარმოუდგენელია, რომ 12 საათის განმავლობაში რამე ყოფილიყო გაყალბების გავცი და ეს ვერავის ვერ გაეგო, ვერ შეიმჩნია და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ამ ყველაფერს არ მოყოლოდა. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ოპოზიციას უნდა რომ საკუთარი ამორჩევლისთვის დაეჯერებინა და თქვენ ხედავთ რომ მათ შორის აქციებში მონაწილეთა რაოდენობაზეც ეს აისახა უკვე ხედავენ რომ კიდევ ერთხელ მოატყუა ისინი ოპოზიციას ისევე როგორც ახლა ატყუება აპირებენ მოატყუან უკვე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ანა წითლიძის აღიარება არის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის თქმა იმ სიმართლის რომელიც ყველაზე კარგად თავად ოპოზიციონერებმა იციან. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ერთ-ერთ ტელეეთერში ისაუბრა ჟურნალისტის შეკითხვაზე. ანა წითლიძემ თქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 10%, ანუ 200,000-ზე მეტი ხმა მიიღო. მადლობა, ანუკა ბუავა საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ორბაქ სტანდარტად აფასებს მმართველი გუნდის საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას. პიტერ ფიშერმა ინტერვიუ ბათუმელებს მისცა. დიპლომატის განცხადებით გერმანიაში სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე ძალადობა უკანონოა. ძიამაღლებულ შემთხვევაში კი მთავარი კითხვა ეხება პატიმრობის ხანგრძლივობას და დანაშაულის პროპორციულობას. მმართველ გუნდში დიპლომატის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ იმ ფონზე, როდესაც მათი თქმით ელჩი აღიარებს, რომ ეს ქმედება მის ქვეყანაში დასჯადია. გერმანიაში უკანონოა ძალადობა პოლიციელებზე, სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე. უნდა დავემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს და ინსტრუქციებს. თუმცა ასევე არაკანონიერია, როცა სახელმწიფო მოხელეები აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას. არაკანონიერია დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენება, განსაკუთრებით როცა ძალა არის გადამეტებული. ყავს ჟურნალისტი, რომელიც 4 თვეა ციხეშია. უნდა აღვნიშნო იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს ზოგი, მე არ ვცდილობ ვიყო არც ქართველი მოსამართლე, არც პროკურორი, არც ადვოკატი. მაგრამ რისი დანახვაც შეგვიძლია საქმის ფაქტებიდან ის ბრალდებულია შენობაზე სტიკერის მიკრის და პოლიციისთვის სილის გაწვნისთვის. გერმანიაში არ გაქვს უფლება პოლიციელს სილა გაარტყა, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ის უკვე 4 თვეა დაკავებულია. აქ მთავარი კითხვა ეხება პროცესს, მისი პატიმრობის ხანგრძლივობას და იმ დანაშაულის პროპორციულობას, რაც ბრალად ედება. ფაქტურად გერმანიის ელჩმა იმ პოზიციით, რომელიც ახლა დააფიქსირა, აღიარა ის, რომ ეს კონკრეტული ქმედება არის სამართალდარღვევა. აქამდე საუბარი იყო უკანონო პატიმრობაზე. ეხლა გერმანიის ელჩის განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი გულისხმობს, რომ დაკავება იყო ლეგიტიმური, თუმცა იგი ამჯერად ფიქრობს, რომ 4 თვიანი პატიმრობა უნდა იყოს საკმარისი. ელჩმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები
მიტინგები და იგი არ უნდა დაემსგავსოს ოპოზიციის წარმომადგენელს. იმიტომ რომ ესეთი განცხადებები შეიძლება იყოს გარკვეულწილად სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა და იმავდროულად მიუთითებს იმ ორმაყ სტანდარტზე, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტული ქმედება მათ ქვეყანაში იყოს დანაშაული, მეორე შემთხვევაში საქართველოში თურმე ამას პასუხისმგებლობა არ უნდა მოყვეს. რა თქმა უნდა, ესეთი ქმედებისთვის გერმანიაში ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობის წინაშე დადგებოდა ესა თუ ის მოქალაქე. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მსგავსად ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალო პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები ონჯი და პუბლიკა ხალხის არჩეული წარმომადგენლის ადევნებასა და მასზე მცირეწლოვანიშვილის თანასწრებით განზრახ თავდასხმას შეხვედრას უწოდებენ, რათა ამ თავდასხმის სიმძაფრე დააკრინონ. ამასთან ორივე ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა სიტყვა-სიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს, რაც კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს, აცხადებს სპიკერი. საქსტატის საგარეო ვაჭრობის ახალ მაჩვენებლებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით იანვრიდან აპრილამდე საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7 მილიარდ 755 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელთან შედარებით 15.3%-ით მეტია. 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80%-ზე მეტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. საქონლის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 14.2%-ით, ხოლო დაახლოებით 16%-ით გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი. გაიზარდა ექსპორტის მოცულობა პირველი 4 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში, ჩინეთში, ბულგარეთის და შვეიცარიის მიმართულებით, რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, პირველ ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, თითქმის გაორმაგებულია ძვირფასი ლითონების და სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის მაჩვენებელი, გაიზარდა ასევე თხილის და მინერალური წყლების ექსპორტი. განსაკუთრებული ზრდა არის აპრილისთვისთვის 40 მილიონი დოლარით გაუმჯობესებული 19%-იანის და 260 მილიონი დოლარი შეადგინა აპრილისთვის ადგილობრივმა ექსპორტმა. საქართველო აგრძელებს ზრდას, ეკონომიკურ ზრდას, აგრძელებს ექსპორტის წარმატებულ მატებას და ჩვენ ველოდებით, რომ წელი პროდუქტიული იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტს 2024 წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში მიმოხილულია ფულად საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკა, ასევე აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ნათია თურნავას განცხადებით 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდა, რაც ძირითადად შიდა ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა. პარლამენტის წევრებო, კომიტეტის თავმჯდომარეს მივესალმები. ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას, როგორც მოგეხსენება, წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა. სებმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში 1.5%-იანი პუნქტით 8%-მდე შემცირდა. 24 წელს რეალური მთლიანში პროდუქტის ზრდა 9.4% შეადგინა. წელს აი უკვე დღეის მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი წმინდა შესყიდვები, ანუ ჩვენ არ გაგვიყიდია მხოლოდ ყიდულობთ, უკვე ბევრად მეტია ვიდრე შარშანდენი წლის წმინდა გაყიდვები. გასულ წელს სებმა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 24 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. 5 პირი დააკავეს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და მისი დაფასებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე. ნაწილმა საქართველოს ნებაყოფლობით, ნაწილმა კი იძულების წესი დატოვა. მათ ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალეს. მათ შორის არიან ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
სოფლიოდან მილოცვებს იღებს რუმინეთის ახალი პრეზიდენტი. ბუქარესტის მერმა პროევროპელმა ნიკო შორდანმა ხმების 54% მოიპოვა. მისმა კონკურენტმა მემარჯვენე კანდიდატმა ჯორჯე სიმიონმა კი 46. სიმიონი, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია და ევროკავშირის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, პირველ ტურში ლიდერობდა, მაშინ დანზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო. შედეგების გამოცხადების შემდეგ სიმიონმა დამარცხება აღიარა და კონკურენტს მიულოცა. ეს თქვენი და ათასობით ადამიანის გამარჯვებაა, რომლებიც ამ დღეებში კამპანიას აწარმოებდნენ და ვისაც სჯეროდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ცვლილება შეუძლია. ხვალიდან რუმინეთი ახალ ფაზას იწყებს და ამ პროცესში თვითოეული თქვენთაგანი უნდა მონაწილეობდეს. ქვეყანას სჭირდება სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ახალი ადამიანები, რომლებიც საჯარო პოლიტიკაში ჩაერთვებიან. 1 ივნისს პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. პირველ ტურში ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. Exit Polls მიხედვით არჩევნებში ვარშავის ლიბერალი მერი ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფაელ ჟასკოვსკი თითქმის 31%-ით ლიდერობს. მას ოდნავ ჩამორჩება ეროვნულ კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი კაროლ ნავროცკი. მესამე ადგილზეა მემარჯვენე ლიდერი სლავომირ მენცენი. პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი გამოკითხების მიხედვით მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია დემოკრატიული ალიანსი ლიდერობს. Exit Polls თანახმად ალიანსმა ხმების 29%-ზე მეტი მიიღო. ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ კი ხმათა 25%-ზე მეტი. ხმების 19-დან 25%-მდე მიიღებს ულტრამემარჯვენე პარტია ჩეგა, რომელიც სავარაუდოდ სოციალისტურ პარტიას ჩაანაცვლებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში პორტუგალიაში ეს მესამე საპარლამენტო არჩევნებია. პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დღეს მოსკოვის დროით 5 საათზე შედგება. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე ამერიკის პრეზიდენტი უკვე ელაპარაკა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის ლიდერებს. მოკავშირეებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს და რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. უკრაინაში კი ვითარება კვლავ დაძაბულია. ოკუპანტების თავდასხმას ხერსონის ოლქზე 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 3. რუსეთის სამიზნე გახდა სუმის ოლქიც. 175 საბრძოლო შეტაკება მოხდა ფრონტის ხაზზე. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დღეს ყველაზე დიდი საფრთხე არ გვინდა მათ ომში ჩავერთოთ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის ხმით უკრაინა ომამდეც დანგრეული ქვეყანა იყო და ომის დროს კიდევ უფრო განადგურდა. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა და სხვისი ფული სჭირდებათ. სწორედ ამიტომ ევროკავშირში ნებისმიერ ფასად დაუყოვნებლივ შესვლა უნდათ. მათ არ აინტერესებთ ის, რომ ომს მოიტანენ, არ აინტერესებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან, არ აინტერესებთ, რომ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით. თუმცა ჩვენ უნგრელებს ეს გვაინტერესებს. არ გვინდა, რომ მათ ომში ჩავებათ, არ გვინდა, რომ მათ ჩვენი ფერმები გაანადგურონ. არ გვინდა, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაფიის ბუდედ აქციონ და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს. არა, არა და არა. სამშობლო ოპერაცია მიმდინარეობს ამ დრომდე კენტუკისა და მისურის შტატებში, რომლებიც ტორნადომ დააზარალა. დაღუპულია 25 ადამიანი, თუმცა არ არის გამორიცხული მსხვერპლი გაიზარდეს. პაშოლები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. დაზიანებულია რამდენიმე ათასის შენობა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 140,000 მოქალაქე. ჯო ბაიდენი მძიმედ არის ავად. ექიმებმა შტატების ყოფილ პრეზიდენტს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს. მედიკოსების ინფორმაციით დაავადება ძვლებში მეტასტაზებით ვლინდება. ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ. 82 წლის ბაიდენს მხარდაჭერას უცხადებენ დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამა და კამალა ჰარის. უყურებთ კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. რევას ოხაძე და დავით სონღულაშვილი კახეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. რეგიონებში ტარდება გზების და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სოფლებისა და ქალაქების ურბანული განახლება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების ღირებულება 29 მილიონ ლარამდეა. პროექტები ეტაპობრივად 2026-27 წლებში დასრულდება. ველისციხეში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ურბანული განახლების პროექტი, რომლის ღირებულებაც არის 30 მილიონი ლარი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი კახეთში და ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ სოფელს. მიმდინარეობს ასევე წყლის პრობლემის მოგვარება და წყლის სამუშაოები და ეს ცალკე დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა ერთობლიობაში ამ პროექტების წარმატებით დასრულების შემდგომ ველისციხის რეალობა აბსოლუტურად შეიცვლება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი. ფაქტობრივად ეს არის ველისციხის უძველესი ტრადიციის განახლება, უძველესი სოფლის განახლება, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისი ისტორიით, თავისი ტრადიციებით, ზუსტად ასეთი განახლებული პროექტები ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ რეგიონში, გახდეს ვიზიტულობის ცენტრი, გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ტურისტებისთვის. არის რა თქმა უნდა გამოწვევები ზოგიერთ ობიექტებზე, თუმცა პროცესი საერთოდ მიმდინარეობს ნორმალურად. კახეთის რეგიონს დაგეგმილი ვადების შესაბამისად ექნება ახალი სკოლები და ახალი ბაღები. საქართველოში პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა, რომელშიც 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს. 4დღიანი პროგრამის ფარგლებში იმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები და გამოფენები. საერთაშორისო კვირეული 22 მაისს მოდის ინდუსტრიის კონკურსით დასრულდება. ღონისძიება განათლების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით მეორედ იმართება. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იქნება საქართველოში მოქმედი როგორც კერძო, ასევე საჯარო საგანმანათლებლო კოლეჯები. ჩვენ ვმასპინძლობთ 17 ქვეყნიდან, სადღაც 80-ზე მეტ სტუმარს, როგორც ევროპიდან, ასევე აზიის ქვეყნებიდან და აღნიშნული კვირეული არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მოხდეს. წარსულშიც გვქონდა და ამჟამადაც გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა გლობალურ დონეზე სხვადასხვა სკოლასთან და უნარების სააგენტოსთან. ეს ღონისძიება წარმატებულია, რადგან შევქმნით ახალი ურთიერთობები, დავამყარეთ ახალი კავშირები და მარტივად რომ ვთქვათ, წერტილები დავუკავშირეთ ერთმანეთს. ეს ნიშნავს, რომ ევროპა და საქართველო, მსოფლიო და საქართველო ახლა პროფესიული განათლების თვალსაზრისით ერთმანეთს უფრო დაუახლოვდა. ჩვენი სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს პროფესიული განათლება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს მოკლე ვადაში დაეუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. ჩვენი გეგმა არის, რომ 2030 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობდეს ასეთი დაწესებულება. ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული პროექტი, რომელიც 2024 წელს განხორციელდა. ეს იყო ინტეგრირებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც სკოლებში შევიტანეთ ჩვენ და 20 სკოლაში 300 მოსწავლე იყო ჩართული აი ამ პროცესში, ძალიან დიდი წარმატებით და ენთუზიაზმით და წელს ჩვენი გეგმა არის, რომ დამატებით 70-მდე სკოლაში შევიდეს ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პროექტი ერთი დღე ჯარში გრძელდება. უფროს კლასელებს მეორე ქვეით ბრიგადაში უმასპინძლეს შეხვედრა ამჯერად სენაკში გაიმართა, სადაც სოფელ ჭალადიდის სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ახალგაზრდება ქვედანაყოფში ვიზიტის სურვილი თავად გამოთქვეს. დაგხვდა ძალიან თბილი გარემო, ვინაიდან თვითონ ჯარისკაცები დაგხვდნენ ძალიან კარგად. გვაჩვენეს სამშობლოსათვის თავგანწირული მებრძოლების მემორიალი, ასევე მოვინახულეთ მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ვნახეთ საცხოვრობენ, როგორ ცხოვრობენ, როგორ პირობებში უწევთ მათ ცხოვრება და ბოლოს დავასრულეთ დღე იმით, რომ ვნახეთ შეიარაღება როგორი აქვთ მათ, რა აღჭურვილობით სარგებლობენ და ასე შემდეგ და მადლობა მათ სტუმარ მასპინძლობისთვის. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპული სამხედრო სამსახურეების მემორიალს, გაეცნენ მეორე ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურას, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მიზნად ისახავს პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და ჯარის პოპულარიზაციას. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაური ტატამს დაუბრუნდა და ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულმა ტურნირის ფინალში ესპანელი მეტოქე 8 წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი მია და თავდაცვის სამინისტროს არმია დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის შედეგად მიამ არმია 1-0 დაამარცხა.
ის იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებათ 6 საათამდე თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2 წერტილი.